ცუდი არაფერი გამიგეთებია, ალფ. არ დაუჯერო. ფული არავისთვის მithოვია. არ მithოვია. იტყუებიან. 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 ვიტყუებით? სეილან, გთხოვ. გთხოვ. ცხოვრებაში ერთხელ მაინც რემლების უკან არ დაიმალო. გამბედავი იყავი. შეცდომა აღიარე. მაგრამ რა თქმა უნდა, იმის მაგივრად რომ თავს შეეჯახო. ამჯობინებ გონების დაკარგვამდე დალიო. მარა აქამდე შენ და მიპატივისცემის გამო ჩუმად ვიყავი, მაგრამ დედასთან ასეთი ლაპარაკის უფლებას არ მოგცემ. ალფ, სიტყვები შეარჩიე, როცა დედას ელაპარაკები იმის მაგივრად რომ დღევანდელი სირცხვილისგან. რისთვის უნდა მოვიხადო ბოდიში? ბოდიში რატომ უნდა მოვიხადო? ვის წინ უნდა მოვიხადო? ის მოხდა რაც თავიდანვე უნდა მოხდარიყო. არასდროს დამიმალავს. არ ვაპირებ ვინმეს ბოდიში მოვიხადო. ეს გადაწყვეტილება შენ სასიკეთოდ მივიღე შვილო. რომ წარსული მომავალში ფეხებში არ დამოდებოდა. რომ დედა შეცდომის გამო სირთულეები არ ქონოდა. დედა შეცდომები? დედა შეცდომების გამო ვფიქრობ ყველაფერი რაც გამოვიარე დედა შეცდომები იყო? მამა, დამნაშავეა, არაფერში ხარ? ბავშვობაში მიმატოვე და წახვედი. დედა და მე მარტო დაგვტოვე. ეს ხალი შენი ნანგრევების ქვეშ დარჩა. შეცდომა გამოვასწორე. თურქენთან ერთად შენთვის ახალი ცხოვრება ავაგე. წლები ავცდილობ თქვენს მიერ მოცემული ცხოვრება დავიმსახურო. ვცდილობ სწორი, შესაფერისი შვილი გავხდე. ეს ბოლო იყო მამა. ნებას აღარ მოგცემ დედას და მე შეურაცხყოფა მოგვაყენო. გამოდი დედა. გამოდი. ალფ დაბრუნდი. საუბარი არ დამიმთავრებია. მე დავამთავრე. ალფ, საღამომშვიდობისა. დამიცავი. ძალიან ბედნიერი ვარ. ამ ქალის სიტყვებს არ დაუჯერე არა? ხომ არ დაგიჯერებია? ხომ არ დაუჯერე? შემდეგ განვიხილოთ. არ დაუჯერე არა? ამ ქალს ხომ არ დაუჯერე? ბერგ შეგიძლია დედას სახლში წაიყვანო, რა თქმა უნდა. ალფ, მისმინე გთხოვ, იმ ქალს ხომ არ დაუჯერე? გთხოვ, მითხარი, რომ არ დაგიჯერებია. მიდი ძმაო. ზედა სეილან, წავიდეთ. ახლა დრო არაა. მე აღარ დამელაპარაკება. დაგელაპარაკებათ, პირდებით, წამოდით. მანქანაში ჩაჯექით. მოდით. ალფ, არ დამელაპარაკება. დაგელაპარაკებათ. სიტყვას გაძლევთ. ხო. დაჯექით. კარგად ხართ ბატონო ალფ.
ალფ კარგად ხარ? კარგად არ გამოიყურები. დავილაპარაკოთ. Замоდინე აბა. ჩვენი საიდუმლო. გაიგე შენმა შულმა რა თქვა. წლებია ვალს გვიხდის. მთელი ჩვენი შრომა გროშიც არ ღირს. ასე აღმოჩნდა. ძალიან სამწუხაროა. თურქენ. მე კარგი. და იმ ყველაფრის შემდეგ რაც მისთვის გააკეთე. ეს ყველაფერი როგორ გითხრა? აი შენი შვილი, რომელსაც ცივნიავს არ აკარებ. ვისაც ყველაზე მეტად ენდობი. შენზე რას ფიქრობს? თურქენ გაჩუმდი, გაჩუმდი. როგორც ჩანს, უდროოდ შემოვედი. არა, რა სამბობეჯე. ახლა ოჯახიდან ხარ. მაპატიეთ მართლა. არა უშავს, არაფერია. რა მოხდა? საქმესთან დაკავშირებით ძალიან სერიოზული პრობლემა. რა? ამერიკელებს დაველაპარაკე მათთვის კომპანიის რეპუტაცია ძალიან მნიშვნელოვანია. ეს სიტუაცია საერთოდ არ მოეწონათ. ამასთან დაკავშირებით სასწრაფო თათბირს ითხოვენ. ანუ რა? ხელშეკრულების შეწყვეტა უნდათ? როგორც ჩანს, დიახ. არა, ასეთი მარტივი არაა შვილო. ასეთი მარტივი არაა. უკვე ხელი ყველაფერს მოვაწერეთ. ბატონო კასიმ, ვფიქრობ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ვამბობდი, რომ ამერიკელებთან დაგეგმვა არ ღირდა. ემირ. ახლა ამის დრო არ არის. საერთოდ. კარგი შვილო. თათბირი მოაწყვე. ყველაფერს მივხედავ. კარგი ბატონო კასიმ. ახლა თქვენის ნებართვით წავალ, ცოტა დავიღალე. ღამე მშვიდობის. ღამე მშვიდობისა. წავალ. საგიყო. არა. არ გამიჭირდება. ღამე მშვიდობისა, ქალბატონო თურქენ. ღამე მშვიდობისა. იცი ალთ, მარა გააკეთა. გამიცვირდო. ყველას მოუყვა, რომ დედამისი ვარ. შვენიერია. ქალბატონო თურქენ. ყოველთვის ეს გინდოდათ. ახლა იძულებული არ ხარ დაიმალოთ. თურქენმა ყველაფერი გააფუჭა. ვერ შეეგუა, რომ მე დამიცვა. წარსულის საკითხი ისევ გახსნა. ცილი დამწამა. თქვა, რომ ალფი ფულის გამო მივეცი. რა?
გულისთვის გასმის სურვილი რომ ქონოდა სიტუაციას ერთი სიტყვით გამოასწორებდა მაგრამ გაჩუმდა არაფერი უთქვამს ყველაფერი დასრულდა აქედან აღარაფრის დანახვა აღარ მინდა ყველაფერი დასრულდა ქალბატონო სეილან გთხოვთ მინდა ყველაფერი მოაცილო არაფრის დანახვა არ მინდა არაფრის ქალბატონო სეილან ამ სახლში წარსულიდან არაფრის დანახვა არ მინდა არაფრის დანახვა მსურს ქალბატონო სეილან არ გინდათ ყველაფერს მოვაცილებთ ქალბატონო სეილან გთხოვთ გაჩერდით ქალბატონო სეილან ყველაფერს მოვაცილებ ყველაფერს მინდა კასიმი და ჩემი ძველი ცხოვრება დავივიწყო მთელ ტანჯვას და ტკივილს გულის სიღრმეში დავმარხავ ყველაფერი მოაცილე ყველა ახალ სეილანს ნახავს საერთოდ ახალ სეილანს Yepyeni bir seyran. დღეს რთული დღე იყო. იქნებ ეს დღე ადრე უნდა გამოგევლოთ. დღეს მძიმე გამოცდა გქონდათ და გაიარეთ. მაშინ თავს ასე რატომ ვხსნობ? რადგან გრძნობები, რომელსაც წლები ინახავდით, დღეს გარეთ გამოვიდა. დამიჯერეთ ხვალ უკეთ იქნებით. ასე ფიქრობ. დიახ, ასეა. ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან მჭირდება რომ კარგად ვიყო ნება. მართლა ძალიან დავიღალე, ძალიან. ვცნობ თითქოს ყველაფერი თავზე მეყდება. თითქოს რაღაც მძიმე ტვირთი მჭყლეთს. Sürekli bir şeyler Asya altında fikri. eziliyor gibi hissediyorum ben. მარტო არ ხართ. თქვენს გვერდით ვარ. აღარ მინდა მეწყინოს. Uğramak istemiyorum ya. პრობლემა ჩემშია. Sorun bende zaten. ფიქრობ პრობლემა ჩემშია, რადგან მთელი ეს სიტუაცია შენ თავთან უსამართლო არ იყო. დღეს აღამოს დავინახე რომ ამ ცივ ადამიანს, რომელიც ყველას ზემოდან უყურებს და გარშემო დაუნგრეველი კედელი აიშენა, კეთილი გული აქვს. ძალიან მაინტერესებს. კიდევ რა ტყუილი გითხარი? რისი თქმა გინდა თურქენ? სეილანთან რომ ყოფილიყავი. თქვი რომ დავშორდით. რისი გაგონება გინდა? ყველაფერი რაც ითქვა დიდი ხნის წინ იყო. უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს. ჩემთვის აქვს გასაგებია, ჩემთვის აქვს. სეილანს წლები ვადანაშაულებდი, რომ ქმარი წამართვა, მაგრამ როგორც ჩანს, მოტყუებული მხოლოდ მე არ ყოფილვარ. ის განიც მოატყუების ის სიყვარულით აწკუდებოდი. სეილანმა იცოდა ვინ შეიყვარა. შენს. Artık bu ამ საკითხის გახსნას აზრი არ აქვს. მშვენიერია. ამ თემის ასე მარტივად დახურვა როგორ შეიძლება? ანუ ვიცოდით, ვინ გვიყვარდა რა? ხდები მაინც ამ ოჯახს რა უქენი. ყველანი დავიშალეთ. სეილანის ტყუილად დადანაშაულება არ გინდა. შენ ხარ ის, ვინც ამ სიტუაციაში ნამდვილად დამნაშავეა. რა აღარ მოვითმინე რომ ოჯახი არ დანგრეულიყო. რა აღარ შევწირე, მაგრამ შენი წყალობით ერთ ღამეში დაინგრა. ერთ ღამეში. თუ ერთ ღამეში დაინგრა. არც ისეთი ძლიერი ყოფილა. შეწუხებისთვის მაპატიე. დიდი მადლობა. არაფერი. ამის დალევა გინდა? Olur. უარს არ ვიტყვი. Hayır demem vallahi. კარგი.
სახლში არეულობა მაქვს მაპატიე. Kusura bakmayın. არაფერია. ლამაზი ბინა გაქვს, გემოვნებიანი. როგორც შენ. მადლობა. Teşekkür ederim. მე ძალიან მომწონს. დედას ბინა. iyiydi. ყველა ნივთი Eşyanın bir anısı მოგონებებით var. არის O სავსე. yüzden de hiç ამიტომ değiştirmeyin. არაფრის შეცვლას გეგმა. მარტო ცხოვრობ? აბატეოდნავ პირადი კითხვა. Yo. არა, მარტო yalnız ცხოვრობ. yaşıyorum. უნივერსიტეტიდან. Siz keyfinize მოეწყვეთ, bakın. ამას წავიღებ. Ben de şunları bırakayım. რა მოხდა ბატონო? კარგად ხართ? კარგად ვარ. Nefes almak istiyorum. სულ საჰერზე გავალ. შენთან საუბარმა კარგად იმოქმედა. მაგრამ მაინც ჰაერი მჭირდებოდა. ნევა, მაპატიე, გთხოვ, დროს გართმევ. ჩემი პრობლემებით გვირთავ. Kendi dertlerimle yoruyorum seni. რას ამბობთ? ახლა მარტო არ უნდა იყოთ. kalmamanız lazım. Ben მარტოობას მივეჩვიანება. kendi ფეხზე ayaklarımın დგომას. üstünde dimdik სხვები არ duruyorum ya. მჭირდება. Başkalarına ihtiyaç ვინმე duyuyorum. გჭირდებოდეს, Ben birine არ ihtiyaç ვიცი როგორ გამოვხატო, მაგრამ სისუსტე Nasıl მგონია. anlatsam ama size მაგალითად, zayıf ბავშვობაში geliyor. მამა ჩემთან მოდიოდა. Mən çocukken ძლიერი mesela უნდა babam იყო, gelirdi. უნდა გაიმარჯვალ. Güçlü olmak zorundasın. აი, რას ამბობდა? Kazanmak Asen zorundasın zırdıydı. abi. Bayağı böyle derdi. Böyle შემდეგ ვისწავლე, არ დავხრილიყავი. İşte sonra kimseye არავინ güveneyim, დამჭირვებოდა. kimseye ihtiyaç Ay, duymamayı Seyko. öğrendim. მაგრამ რთულ დროს ვიღაც ყველა სჭირდება. ვინმესთან საუბარი ადამიანს ყოველთვის ეხმარება. O ben ეს ალბათ მე არ მეხება. yani bütün ამაზე şeyleri ფიქრის düşünüyorum. დრო არ მაქვს. Vaktim bile olmaz. ჩემი აზრები Varsa მხოლოდ yoksa iş. სამსახურითაა დაკავებული. Zor bir hayatınız olmuş. რთული artık. ცხოვრება გქონდათ ბატონო ალფ. İnsanlar გვერდიდან dışarıdan ხალხი ვერ bakınca ხედავს. öyle refah სიმდიდრეში içinde მცხოვრები yaşayan ადამიანი. birinin ne kadar acı შეიძლება გულის სიღრმეში çekebileceğini იტანჯებოდეს. Ya da neleri feda An etmek rames zorunda მსხვერპლად kaldığını წირავდნენ. anlayamıyor. Doğru anlayamıyorum. დიახ, ვერ ვიგებ. Anlamıyorlar ben de აღარ ახსნი. anlatmayacağım artık. არ ვეცდები რომ გაიგონ. Uğraşmayacağım yani. ისე ვიცხოვრებ როგორც Nasıl მინდა. istiyorsam öyle yaşayacağım. ერთ დღესაც დედა დაბრუნდა. İşte bir gün çıktı geldi anne. მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა. hayatımda თავს geçti. ყოველ დღეს სიტყვას ვაძლევ. Her sabah ყოველ kendisi დღე გამონაკლისის გარეშე. Hər sabah ვამბობ, ის- დაივიწყე. Unut diyorum. წარსულთან ბრძოლა შეწყვიტა. Geçmişin ყველაფერი savaş დასრულდა. Bitti gitti. რაც Ne მოხდა, yaşandı, ჩაიარა, yaşandı. მიატოვე. Bırak diyorum. მომავალზე იფიქრე. Önüne bak. შენს წინ yapayım. გზა. Yol var önünde. ამას diyorum. ვეუბნები ჩემ თავს. Kendime. Gerçekten თქვენს წინ önünüzde ნამდვილად yol ახალი var. გზა. Ben ამ ღამეს Seylan'ın ქალბატონი çaresiz სეილანის ol. მარტოობა Yalnız და gördüm გამოუვალი gece. მდგომარეობა დავინახე. Ama sizin თქვენმა varlığınızdan ყოფნა güç მძალა aldım. შემატა. დარწმუნებული ვარ, თქვენით ისიც სამაყობს. Bir yandan çok ერთი მხრივ დავწყნარდი, იცი? gerçekten. მართლა. როცა ყველაფერს ნათელი ეფინება, სვირთი გეხსნება. Kalkıyor yani. Evet, დიახ öyle. ასეა. დამალვაზე ჩუმად ყოფნასა და ყველაფრის შენში შენახვაზე საშინელი ტვირთი არ არსებობს. დიახ, Yarın ხვალ ახალი დღეა, yeni bir gün ბატონო ალფ. Alp Bey. ხვალ ახალი დღეა, ნევა. Defa.
აიღეთ. მადლობა. გემრიალად მიირთვით. აბა, დღევანდელ მოვლენებზე რა სიტყვი? როგორც იქნა დაინახე, რას წარმოადგენს ოჯახი, რომელიც გვერდიდან იდეალურად გამოიყურება. ვერც ვიტყვი, რომ არ გაოცებულ ვარ. ახლა ვერც წარმოვიდგენ ქალბატონი თურქენი რა მდგომარეობაშია. თავისი ქმრის სხვა ქალისგან გაჩენილი შვილი გაზარდა. ნებისმიერი ქალისთვის ძალიან რთულია. ყველასთვის ძალიან რთული სიტუაციაა. დედას დაუჯერებელი თავის მართვის უნარი აქვს. მშვენივრად იცის სად და რა უნდა გააკეთოს. მეტიც წინასწარ იცის რა უნდა გავაკეთოთ. იმდენად რომ მის იდეალურ ოჯახის სურათს ყველა ვაფუჭებთ. Genelde hep yalpalayanlar biz oluruz. უკლებლივ. ბატონი ალფი დახურული ყუთივითაა. kutu gibi. ძალიან რთულია ივარაუდო, რას განიცდის. Öyle de. დიახ, ასეთია. Düşünür, ne hissettiğini რთულია ივარაუდო, რას გრძნობს და რაზე ფიქრობს. ალბათ ამერიკიდან დაბრუნებაც ასეთი მარტივი არ ყოფილა. Kolay olmamalı tabii. იქიდან რაც მისმა მეგობრებმა მოგვიყვენ, იქ შეყვარებული ყავდა. ყველაფერი მიატოვა და დაბრუნდა, მაგრამ ალფი ასეთია. თავს სადმე bir yere ait olabilecek bir adam. მიკუთვნებულად არ თulis. სრულიად ჩემი საპირისპიროა. ტელეფონს უპასუხე, უპასუხე. ადრე თუ გვიან უპასუხებ, კაცი. ვერ გაიქცევი. Kaçamazsın. ქალბატონო სეილან, როგორც გინდოდათ, მთელი თქვენი ნივთები ნაგავში გადავყარე. კარგია. თუ არ გამიფრაზდებით, შეიძლება კითხვა დაგისვათ. მკითხე. ქალბატონმა თურქენმა ასე რატომ თქვა? ანუ ფულის გამო გინდა მკითხო გავაკეთე თუ არა? არა, არ გამიკეთებია. ასე იმიტომ თქვა, რომ ალფისთვის ტკივილი მიეყენებინა. შენივრად იცის, რომ ალფს მხოლოდ ამგვარად ჩამომაცილებს. ჩვენს დაშორებას ცდილობდა და გამოუვიდა. ასე ნუ ამბობთ, ქალბატონო სეილან. ეს გამოხედვა დავინახე. წენა დავინახე. სიმართლე რომ იცოდეს, მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. Ama çok geç. Ece, ეჯე, Senin varlığın- შენი ყოფნა ჩემზე კარგად მოქმედებს. kendim sana შენთან თავს ძალიან ახლოს გრძნობ. მადლობა, ემირ. რადგან ჩვენი ოჯახური საიდუმლოებები უკვე იცი, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქარაჰუნების ოჯახს მივახავთ. შენი და შენი ოჯახის ნდობის მოპოვება ჩემთვის დიდი იղბალია. ფიქრობ, შვენიერია, როცა ერთად მომუშავე ხალხი ერთმანეთს ენდობა. მეც ამ აზრზე ვარ. მაშინ ღამე მშვიდობისა. ღამე მშვიდობისა. Yalnız მარტო değilsin. არ ხართ. Ben თქვენთან yalnız ვარ. değilim. Yarın yeni bir ხოლო gün ახალი Alp. დღეა, ბატონო ალფ. ხვალ ახალი დღეა ნევა. არ ვისაუზმებ. სერბილ გაზეთები მოიტანე. ახლავე ქალბატონო. ვარაუდები გაქვს? რაზე? სათაურებზე. მე მაქვს. Benim var da. გთხოვთ? მადლობა. შეგიძლია წახვიდე.
ვნახოთ, ჩემი ვარაუდები თუ გამართლდება. ამჯერად ძალიან მინდოდა შემცდარიყავი, ძალიან. გაზეთებს ჩვენზე არ დაეწერათ, რომ იქ ჩემი ქმრისა და მისი ძველი სიყვარულის სურათები არ ყოფილიყო, რომ სოციალურ ქსელებში ჩემი ქმრის სირცხვილი არ განიხილვათ. თურქენ, ყველაფერი. რაც მოხდა, დასრულდა. დიახ. რაც მოხდა, მოხდა. ყველაფერი ისეა, როგორც სეილან სორგუნს უნდოდა. შეუმდგარმა მომღერალმა წარსული დიდება მიიღო. რა მშვენიერია. შეხედე, ყველა თქვენ განგიხილავთ. სანამ ეს საკითხი საზღვრებს გასცდება. დაელაპარაკე და ამ ქალს აიძულე გაჩუმდეს. გესმის? გესმინე თურქენ? ერთი და იგივეს განხილვა ძალიან დავიღალე. გთხოვ ამ საკითხს შენ შეეშვი. ცხოვრება გავაგრძელოთ. დიდ ბოდიშს გიხდი რომ გღლი. ძალიან. ამის მიტოვება მეც მინდა, კაზიმ. მაგრამ წარსული არ მიშვებს. კეთილი იყოს მობრძანება ბატონო ემირ. მადლობა, მამა კაბინეტში. ჯერ არ მოსულა ბატონო, ყველა დღევანდელი თათბირი გააუქმა. Tam zamanı. ვერ მივხვდი. Anlamadım Emir Bey. ბატონო ემირ, Önemli bir şey değil. Sakmez Sen davranın. dönebilirsin. გთხოვთ ბატონო ემირ. ბატონო ქორხან, ხალ შეიძლება პირველი გზავნილი დაიწყოთ. მზადება დავასრულეთ. არი ნერვიულობთ. შეხვედრამდე. ვედად. Orhan Bey. ბატონო ქორხან. საქონელზე რა ხდება? ყველაფერი მზადაა. ახლა საქმეები კარგად მიდის. იმედია ბოლო წამს რამე პრობლემა არ შეიქმნება, თორემ საქმე ცუდად გექნება. ამ ერდემის წინაშე გაწითლება არ მაიძულოთ. ერდემთან გაწითლება არ მაიძულოთ, ისე რაც არ მიყვარს. ყველაფერი კონტროლშია, ყველაფერს თავად ვაგვარებ. კარგი, ასე იყოს. ბატონო ალ. ძალიან ცოტა დარჩა ბატონო ალ. მალე თითზე გიტრიალებ. ძალიან მალე. სახეზე ვერავის პრობლემას დაინახავ იამურ. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია. Zor yani. ამას არ ველოდი, მართლა საშინელებაა. Pes vallahi. ზოგჯერ შეიძლება ძალიან გამაღიზიანებელი და უხეში ადამიანი იყოს, მაგრამ აღმოჩნდა რომ რთული დღეები გამოუვლია. Yaşamamış. მართალია. შვენივრად ვიცი, თედის გარეშე დარჩენა რას ნიშნავს. ძვირფასო. ხო, რთულია, ძალიან რთულია. ყველა ჭრილობის მიუხედავად დედა დაიცვა. შვენიერია, Kol kanat gerdi. O kadar güzel. მაგრამ ამავდროულად რთულია. Ama მის თვალებში ამ ღრმა მწუხარების მიზეზს ახლა ვხვდები. Onun gözlerindeki o derin hüznün sebebini. ნევა. ბატონ ალფსა და თქვენ შორის რაღაც ხდება? იამურ, რასაკეთებ? ძალიან შემეშინდა ერთი წუთით. ღიტინის ომი? Vay bir dakika gıdıklama. ღიტინის მონსტრი მოდის. Gıdıklama. მოვედი. Geliyor. ახლა მოგიღიტინებ. მოდი. Seni çok fena gıdık. მოდი ერთად შევჭამოთ. მოდი. Şunu yiyelim beraber yürü. შეხედე. ეს ნომრები სადმე გაგვიყვანეთ. ვეცდები განყოფილებაში გავიგო. ნახოთ რა შეგავიან. კარგი.
Tamam. კარგი, თქვენ სიახლეებს ველოდები. მადლობა. დიდი მადლობა. Resmen annem. ვიღაცამ დედას ხაფანგი მოუწყო. Geliyor. მოყავს დეიდა სეილანს ტოვებს და შემდეგ და გეგმილია. ვის შეეძლო გაეკეთებინა ძმაო? მართლა ვერ ხვდები, რატომ უნდა გააკეთონ? რამდენმა ადამიანმა იცის? არი ნერვიულო, ადრე თუ გვიან ვიპოვე. Efendim, გისმენ? olur. კარგი. კარგი, შევხვდებით. ყველაფერი კარგადაა? Kim aradı? კარგად ხარ? Eski bir tanıdık. ძველი ნაცნობი იყო. ეს ქალბატონო, დილიდან ზარები არ ჩერდება, აღარ ვიცი რა უთხრა. რა არის იცი, სერპილ? უთხარი რომ დაკავებულია. ფიქრობ საუბარი შემიძლია? კარგი ქალბატონო. ქალბატონო ეჯეს კარი გაუღე. კეთილი იყოს მობრძანება, გამარჯობა. ქალბატონო ეჯე, კეთილი იყოს მობრძანება. ქალბატონო თურქენ. ვიფიქრე რომ შეიძლება დღეს მეგობარი დაგჭირვებოდათ. როგორი მზრუნველი ხარ. დიდი მადლობა. გთხოვ, დაჯექი. ყავას დალევ? შეიძლება. შაქრის გარეშე. სერპილ, ყავა. რა მოხდა? ასე რატომ იყურებ? ქალბატონო თურქენ, ვფიქრობდი, როგორი ძლიერი ქალი ხართ. ის რაც გუშინ მოხდა თქვენთვის ძალიან რთული უნდა იყოს, მაგრამ თქვენი თაღვთოვანებული ვარ. კრიზის ისე ოსტატურად მართავდით. როგორც ცოლი, როგორც დედა. კარგად გაუმკლავდი. სინამდვილეში ჩემთვის მარტივი საერთოდ არ ყოფილა. მაგრამ თუ ჩემ ოჯახს რამე ემუქრება შემიძლია, თავი დავივიწყო. კაცები არიან, როგორც ცნობილია, მათი გასულელება მარტივია, მაგრამ ქალები ასეთები არ ვართ.